მაშას დროა დავიწყოთ. ჩვენ თქვენს წინაშე ანტიგონეს ტრაგედიას გავითამაშებთ. ანტიგონე ეს პატარა გოგოა. იგი წინ იყურება და ფიქრობს იმაზე, რომ რამოდენიმე წუთში ანტიგონედ უნდა იქცეს. რომ პატარა, გულჩათხრობილი გოგონა, რომელსაც დღემდე ოჯახში სერიოზულად არც კი უყურებდნენ, უეცრად უნდა იქცეს ტრაგიკულ გმირად და მარტო აღსდგეს მთელი სამყაროს წინააღმდეგ. თავისი ბიძის, მეფე კრეონტის წინააღმდეგ. თუმცა ძალიან ახალგაზრდა და სიცოცხლეც საოცრად წყურია. მაგრამ რას ვიზავთ? მას ანტიგონე ჰქვია. მას შემდეგ რაც ფარდა აიხადა, გრძნობს რომ თავბრუდ ამხვევის ისრაფით შორდება თავის დას. ისმენეს სიცილკისკისით რომ ესაუბრება ახალგაზრდა კაცს. ანტიგონე სულ უფრო და უფრო გშორდება ჩვენს, გულდამშვიდებით რომ შევსქერით მას. ორკესტრი ახალ საცეკვაოს უკრავდა. ახალგაზრდა კაცი მშვენიერ და ბედნიერ ისმენეს რომ ეცეკვება ჰემონია, კრეონტის ვაჟი. იგი ანტიგონეს საქმროა, მაგრამ ყველაფერი ისმენესკენ იზიდავს. ისმენე ანტიგონეზე ბევრად ლამაზია. მაგრამ იმ საღამოს მეჯლისზე, როცა ჰემონი მხოლოდ ისმენესთან ცეკვავდა, იმ საღამოს, როცა ისმენემ თავის ახალ კაბაში თვალწარმტაცის ილამაზით ყველა დაიმონა, ჰემონმა კუთხეში მდგარი ანტიგონე შეამჩნია. ვაჟმა სთხოვა ცოლად გამომყევიო, დღემდე არავინ იცის რატომ. ანტიგონეს არ გაჰკვირვებია. თავისი ჭკვიანი თვალებით ახედა და ნაღვლიანი ღიმილით თანხმობა მისცა. ჭაბუკებით გარშემორტყმული ისმენე ცეკვავდა და კისკისებდა. ჰემონმა კი ანტიგონეს ქმრობა აირჩია. რა იცოდა მან, რომ ამ ქვეყნად ანტიგონეს ქმარი ვერ იარსებებდა. ეს ჩაფიქრებული კაცი კრეონტია. იგი მეფეა. მას მძიმე როლი ხალხის წინამძღოლობა დაეკისრა. წინათ კრეონტის სასახლის პირველი კაცი იყო. უყვარდა მუსიკა, წიგნები, მაგრამ მისი წინამორბედები დაიხოცნენ. კრეონტმა სახელოები დაიკაპიცა და მეფის ადგილი დაიკავა. ზოგჯერ საღამოობით მოქანცული თავის თავს ეკითხება: ღირს თუ არა ქვეყნის მართვა?
ხომ არ აჯობებდა ეს ჭუჭყიანი საქმე უფრო უხეში ვინმესთვის გადამებარებინა, მაგრამ მეორე დილით კვლავ წამოიჭრება საკითხი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ყოველ დღე ჩვეულებრივი მუშის მსგავსად დგება საწოლიდან და შვიდად იწყებს სამუშაო დღეს. და ბოლოს სამი ლოყე ბღაშღაშა კაცი სველები არიან. ცუდი ბიჭები არ გეგონოთ, მათაც ხვები ვიტყავთ, ცოლი, შვილები, აწუხებთ ყოველდღიური საზრუნავი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გაუგონარი სიმშვიდით შეუძლიათ თავი წაგაცალოთ. სამივეს ნივრის, ტყავის და ღვინის სუნი ազდის. სამივე მოკლებულია აზროვნების უნარს. მუდამ მართალნი და საკუთარი თავით კმაყოფილები მართლმსაჯულებას უდგანან დარაჯად. ახლა ისინი კანონიერების დაცვაში ეხმარებიან კრეონს და მის გვერდით იქნებიან, ვიდრე თებეში ახალი ბელადი არ ჩაიგდებს ზალაუფლებას. ახლა კი როცა ყველა მოქმედ პირს ვიცნობთ, მათ შეუძლიათ წარმოგიდგინონ თავიანთი თავგადასავალი. ტრაგედია იმხიდან იწყება, როცა ანტიგონეს და ისმენეს მეფე, ეტეოკლე და პოლინიკე, რომელთაც რიგ-რიგობით თითო წელიწადს უნდა ემართათ თებეს სამთავრო წაიჭრა. უფროსმა ძმამ ეტეოკლე მმართველობის ვადა რომ გაუვიდა, ძმისთვის ტახტის დათმობა აღარ ისურვა. პოლინიკე 7 უცხოელი უფლისწული მიიღო. პოლინიკეს მომხრეები თებეს 7 კარიბჭესთან განადგურდა. ქალაქი გადარჩა. ტრად გადაკიდებული ძმები დაიხოცნენ და ახალმა მეფემ კრეონტმა ბრძანება გასცა. უფროსი ძმა ეტეოკლე დიდებით და პატივით დაეკელდა, ხოლო პოლინიკე გარეწარი, მეამბოხე არამზადა, დაუტირებელი დაუმარხავი დაეტოვა. ისიც ბრძანა, თუ ვინმე გაბედავს პოლინიკეს დასაფლავებას, შეუბრალებლად დაიჯება სიკვდით, განურჩევლად ვინაობის.
უყიადეთი. შენი ოთახიდან მოვდივარ. ხო. ავდექი. ავათხო ხარ. არაფერია. ცოტა დავიყარე. ფერმრთალი ხარ. ადრე რომ ავდექი იმის ბრალია. არც მე მიძინია. კარგად უნდა გამოიძინო. თორემ ხვალ ასეთი ლამაზი აღარ იქნება. ნუ დამცინე. არ დაგცინე. პირიქით. დღეს შენი სილამაზე ძალას მატებს. გახსოვს პატარაობისას, როგორი უბედური მეგონა ჩემი თავი. მიწით გთხუპნიდი, კისერში ჭიებს გაყრიდი. ერთხელ ხეზე მიდაბი და თმები მოგაჭერი. შენი ლამაზი თმები. ძალიან ადვილი უნდა იყოს თავიდან სისულელეების გამოდრონა, როცა ასეთი კულულები გაქვს. სიტყვას ბანზე რატომ მიგდე? ასე ფიქრობ. შენ იცი ანტიგონე. ძალიან ბევრი ვიფიქრე. ვიცი. თელ ღამეს ვფიქრობდი. გონი შეიშალე. ხო. შევიშალე. ვერ შევძლებთ. რატო? სიკვდილით დაგშვეს. რა თქმა უნდა, ყველას თავისი როლი აკისრია. ის ვალდებულია სიკვდილით დაგვსაჯო, ჩვენ კი ძმა უნდა დავასაფლავოთ. სხვა გზა არ გვაქვს. ყველაფერი თითქოს წინასწარაა განაწილებული. არ მინდა სიკვდილი. არც მე. არც მე. თელ ღამეს ვფიქრობდი. მე უფროსი ვარ და ყოველთვის შენზე გონივრულად ვიქცევდი. შენ კი დღენია და იმას აკეთებ, რაც მოგეპრიალება. მე შენზე დიდი ვარ. ყველაფერი კარგად ავწონდავწონდი. ზოგჯერ არ ძღის ამდენი ფიქრი. როგორ არა ანტიგონე? რა თქმა უნდა, საშინელებაა ყოველივე ეს. მეც მებრალება ჩემი ძმა. მაგრამ ცოტაოდენი ვიძა ჩემსაც მინდა გავა. მე კი არ მინდა. იგი მეფეა. და ბალადადებს მაგალითის მიმცემი იყოს. გისმენთ? მე მეფე არ ვარ. და არც მაგალითის მიცემა მე ვარ. მე პატარა ანტიგონე ვარ, სულელი. საწაგელი აკმანა. აი ახლაც უკვე წარბის შეკარი და ჯიუტად მიზარ. არ გინდა ვინმეს მოусმინო. დამიჯერე. მე შენზე ხშირად ვარ მართალი. 5 საათია სხდომა. მე კი არ მსურს მართალი ვიყო. სადენიც? იქნებ გაიგო. უნდა გავიგო. რაც თავი მახსოვს, სულ ამას ჩამჭიჭინებ. უნდა გამეგო, ყველაფერი უნდა გამეგო. გავიგებ მაშინ, როცა დავბერდები. თუ კი მეღირსა და ვერ. ახლა კი არ მინდა, არა. ის ჩვენზე ძლიერია ანტიგონე. ის ხელმწიფეა. ქალაქში ყველა ისე ფიქრობს, როგორც მათი ბრძანები. ისინი ბევრი არიან. თებეს ქუჩებში 1000-ობით, 10,000-ობით ხალხი ირი. მე აღარ გისმენ. გვამს ვიღაცა მიწამიაყარა. ისინი ყიჩინას დაგწევენ. გვამს ვიღაცა მიწამიაყარა. შეგვიპყრობენ 1000 ხელით. გვამს ვიღაცა მიწამიაყარა. 1000 სახეერთ მზეას მოგო. გვამს ვიღაცა მიწამიაყარა. 1000 კაცი ერთდროულად შემოგვაფრთხეს. გვამს ვიღაცა მიწამიაყარა. და რაცა დასასჯელად მოედნისკენ ურნით გაგვატარდა. გვამს ვიღაცა მიწამიაყარა. უკან მოყვება მათი სიძულვი, მათი სუნი, მათი დამცინავი ხითხით. გვამს ვიღაცა მიწამიაყარა. იქ დახვდებიან ბრიყვე მცველები ხარის თვალებით. გაშეშებული საყელოებისაგან სახე წამოჭარხლებული. გვამს ვიღაცა მიწამიაყარა. საგანგებოდ დაბანილი უხეში ხელებით და ვერაფერი ვეღარ გულისხმობს. ვერც ყვირი, ვერც მუდარი. გვამს ვიღაცა მიწამიაყარა.
ისინი მონებივი ზუსტად აღესრულებენ ბრძანებას. არც დაფიქრდებიან, რა სჭებიან აფსა თუ ტახტს. გავს ვიღაცა მიწამიახა. მე წამება. უნდა ვეწამოთ. კივილი გშთან თავს. ვიგრძნობთ თან და თან, როგორ გაიზრდება ჩვენი კივილი. გავს ვიღაცა მიწამიახა. მე დადგება წუთი. როცა ვეღარ გავუძლებთ. როცა მოთმინების პიალა აივსებად, კივილი კი სულ იმატებს და გამწვალდება. გაძლიერდება გულის გამდმირავი კივილის მსგავსად. გავს ვიღაცა მიწამიახარა. არ შემიძლია, მე ვერ გავუძლებ. გავს ვიღაცა მიწამიახარა. რამდენი გიფიქრია? მთელ ღამეს ფიქრობდი შენ? მეც. ხომ იცი რომ არც ისე გულადი ვარ. არც მე, მაგრამ ეგროდი გვიშველის. ნუ თუ სიცოცხლე არ წყურია. სიცოცხლე არ წურია. ვინ იძინებდა ყველაზე გვიან დაღრილობისგან ქანს გაწყვეტილი, მაგრამ მაინც ცდილობდა დამტკბარიყო ღამის სიჩუმით. ვინ? ჩემო პატარა. ჩემო დაიყო. არა მომშორდი, ნუ მეფერები, ახლა გულჩვილობის დრო არ არის. შენ ამბობ რომ ბევრი იფიქრე. გონია მთელი ქალაქი შენს წინააღმდეგ გამხედრებულა და ღრიალებს. მოსალოდნელად კივილს გაურბის, სიკვდილმა შეგაშინა. საკმაოდ ბევრი მიზეზია უკან დასახელი. ანტიგონე. გემუდარები. მამაკაცებმა იწამონეს მაღალი იდეები. და მათ გასწირონ თავი იდეალებისათვის. შენ კი ქალი ხარ. დიახ, ქალი ვარ. რა ახლოსაა შენი ბედნიერება? მხოლოდ ხელი უნდა გაუწოდო. დანიშნული ხარ, ახალგაზრდა, ლამაზი. არა, ლამაზი არ ვარ. არა, ისე ლამაზი არა, მაგრამ შენ სხვაგვარი სილამაზე გამკობს. მშვენივრად იცი რომ ქუჩაში ეშმაკი ბიჭები თვალს გაყოლებენ. გოგოები დამუნჯებული შემოგცქერიან და თვალს ვერ გაშორებენ, სანამ ქუჩის კუთხეს არ მიეფარებ. ბიჭბუჭები, გლაბუცთა გოგოები. ჰემონი. ახლავე მოველაპარაკები ჰემონს. ჰემონთან ახლავე დავასრულებ ყველაფერს. ხომ არ გაგიჟდი? შენი აზრით მე მუდამ სულელი ვიყავ. რაც არ უნდა მეკეთებინა ყოველთვის, მაშინაც კი როცა სულ პატარა ვიყავ. წადი. დაისვენე ეს რა. ხომ ხედავ უკვე გაცენდა და დღისით ვეღარაფერ შევძლო. ჩემი მკვდარი ძმა საგანგებო და აკუშაკებით გარშემორტყმული. თითქოს და მართლა ხელთ ჩაებდოს ეს სამეფო ტახტი. დაისვენე ის მე. ხომ ხედავ დაღლილობამ სულ გადაფიქრა. მე შენ მე არ მეძინება. ნუ გეშინე. შენს გაგვიძებამდე ფეხს არ მოგუცვლი. ახლა კი წადი. ხომ დამიჭირი. ხომ დაგარწმუნ. ხომ მომისმენ კიდევ ერთხელ. მოგისმენ, რა თქმა უნდა მოგისმენ, ყველას მოგისმენ, ახლა კი წადი გემუდარები. თორემ ხოლ აღარ იქნები ასეთი ლამაზი.
მაპატიე ძვირფასაც უხანდელი დავა. ყველაფერი უნდა მაპატიო, შენ მართალი ვიყავი. კარგად იცი რომ მაშინვე გაპატიე. იმ წუთში როგორც კი კარი გაიჯახდა. შენი სუნამო სურნელება ისევ ჩემს ოთახში ტრიალებდა, მე კი უკვე გაპატიე. ვის მოყარეს? ისმენეს. თუცაცი? ანის პუდრი, კოხტა კაბა. ყველაფერი. ვისთვის მოიკაზმე ასე გულდაგო? გეტყვი. ჩემო ძვირფასო რა სულელი ვიყავი. მთელი საღამო დავკარგი, მშვენიერი საღამო. სხვა საღამოებიც გვექნება ანტიგონე. ვიდავებთ კიდეც მერე რა? მისმინე ჰემ. გისმე? გთხოვ ნუ გაიცინე. მინდა რომ ამ დილას დინჯად მომისმინე. გისმე. ტელეფონის მოჩათა. მომეხვიე. მთელი ძალით ჩამიკავებოდი. არც ხო? რა ძალით აღარ. რა კარგია. გისმე. რა მინდა და მეთქვა იცი? აჰა. პატარა ბიჭი რომ გვეყოლებოდა. ხო. მე ყველაფრისგან დავიცავდი. ხო საყვარელი. იცი როგორ ჩავიხუტებდი გულში. ისე მაგრად რომ არასოდეს არაფრის არ შეეშინდებოდა. შენს თავს ფიცავარ, რემონ ჩვენი პატარა ბიჭი. ხო ზირფას, ხო. მას ეყოლებოდა ერთი ციდა, პაწაწინათ მაგაჩეჩილი დედა, მაგრამ ყველაზე საიმედო მთელი ქვეყნის დედათა შორის. ხო. ხომ გჯერა რომ შენც კარგი, ნამდვილი ცოლი გეყოლებოდა. ანტიგონე. მე უკვე მყავს კარგი ცოლი. გიყვარდი ჰემონემ საღამოს. ნამდვილად გიყვარდი. რომელ საღამოს? იმ საღამოს მეჯიბისზე. კუთხეში მიმალულს რომ მომაგინე. წამს რომ არ შემსდახა. გულის სიღრმეში თუნდაც ერთი წამით ხომ არ გიფიქრია რომ აჯობებდა ისმენესთვის გეთხოვა ხელი. სურე. გიყვარვა? როგორც ქალი, ნამდვილი ქალი, ესე გიყვარვა? შენი მკლავები რომ მეხვევია, ხომ არ ცრუობენ. ან შენი ხელი ზოგზა რომ მეფერება, ხომ არ მატყუებს. ან შენი სხეულის სასიამოვნო სურნელება ხომ არ მატყუებს, როცა მეხვება. მიყვარხარ ანტიგონე. მიყვარხარ როგორც ნამდვილი ქალი. მე ფერმკრთალი და გამხდარი ვარ. ისმენა კი ვარდისფერია. ისმენა ემუდარები არ მომატყვა სიმართლებით არა. როცა ფიქრობ რომ შენი უნდა გავხდე. გულის სიღრმეში ხომ არ გრძნობ თითქოს რაღაც უფსკოლის მსგავსი ნაპრალი ჩნდება. თითქოს რაღაც ყვდება შენში. გრძნობ. მეც სწორედ ასე მემართება, მაგრამ მაინც მინდოდა მეთქვა შენთვის. ვიამაყებდი შენი ცოლი რომ გავხდარიყავი. ნამდვილი ცოლი. ისეთი რომელსაც მიენდობოდი, რომელსაც შესაკუთრებად გადააქცევდი. ახლა თითქოს ყველაფერი ვთქვი. დამრჩა სულ ცოტა. იმასაც გეტყვი და როგორც კი დავამთავრებ, მაშინვე უნდა დავტოვო. გულიც რომ გატკინო, სისულელედაც რომ მოგეჩვენო, შემომფიცე რომ მაშინვე წახვალ. რა უნდა მითხრა, ნეტა ასეთი. ჯერ შემომფიცე რომ მაშინვე წახვალ. სიტყვის უთქმელად ისე რომ არაფერს ვკითხავ. შემომფიცე შენი ჭირი მე ხომ ხედავ როგორ გემუდარები, ეს უკანასკნელი სიგიჟეა და უნდა მაპატიო, შემომფიცე გემუდარები. მადლობა. ისმენ.
ახლა კი გეტყვი. გისმენ. ჯერ გუშინდელზე. მეკითხებოდი, რატომ ჩავიცვი ისმენეს კაბა? რატომ შევიღებე ტუჩები, რატომ მინდოდა სხვისი სუნამო? სულელი ვიყავი. არ მჯეროდა, რომ ნამდვილად გიყვარდი. შენთან მოვედი მხოლოდ იმიტომ, რომ დომა აღმეძრა შენში. ხოლოდ ამისთვის? ო. შენ კი გაგეცინა. წავიჩხუბე და ჩემმა საძაგელმა ხასიათმა დამძლია. ამიტომაც გავიქეცი. შენთან მოვედი იმიტომ, რომ შენი ცოლი გამختარიყავი. ქორწინებამდე. ანტიკო, ხო, შემოვიცე. მინდოდა დამევიწყებინა ყველაფერი და შენი ცოლი გამختარიყავი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ და კიდევ იმიტომ რომ მაპატია ძვირფასო. მაპატია ამდენ ტკივილს რომ გაყენებ. კიდევ იმიტომ რომ ვერასოდეს ვეღარ გავხდები შენი ცოლი. ანტიკონე, მე უკვე მყავს, კარგი ცოლი. ხომ შემოფიცე. ახლა კი წადი და ნუ რაფერს მკითხავ. თუ ერთ ნაბიჯს გადმოდგავ, ჩემკენ ან რამეს მეტყვი აფანჯრი და გადავხდები. ფიცავ ჩვენ პატარა ბიჭს, რომელზეც ორივე მოცნებობდით და რომელიც აღარასდროს აღარ გაჩნდება. წადი ჩქარა, წადი ახლავე, ხო ყველაფერი გეწოდინება. წადი ჰემო. ეს ერთადერთი არის სიგაკეთებად შეგიძლია თუ კი გიყვარვა. ანტიგონე, შენ აქ ახალ. უკვე გათენდა, მაგრამ მაინც ძალიან შემეშინდა. აი, თუ გაიქცეს და დამარხოს მეთქი. ანტიგონე, ჩემო პატარა დაიქო. ყველანი აქა ვარ, ჩემს გარშემო. ჰემონი, მე ყველას გიყვარხარ. ცოცხლები ვართ და ყველას ძალიან გვჭირდები. პოლინიკე მოკვდა. შენ მას არც უყვართ. ყოველთვის უცხო იყო, ჩვენთვის ცუდი ძმა იყო. დაივიწყე იგი ანტიგონე, როგორც მან და დარჩეს მისი ცხედარი დაუმარხა. ასეთია კრეონტის ბრძანება და ნუ შეეჭიდები იმას, რაც შენს ძალღონეს აღემატება. ანტიგონე. მართალია შენ ყოველთვის გამბედავი იყავი. მაგრამ შენ ძალიან პატარა ხარ, ანტიგონე. დარჩი ჩვენთან. ამაღამი გნუწახვალ გემუდარები. ახლა უკვე გვიანა. ამ დილას შენ რომ შემოვხვდი, იქიდან ბრუნდებოდი.
რა მოხდა? გუშაგიშონა მეორე ასეულიდან. რა მოხდა? იცით რა არის უფროსო? წელი ვყარეთ ვის მოუწოდა შეტყობინება. ხოდა ჩვენ მოგვიწია და ამიტომ წამოვედით. სხვა გზა აღარ იყო უფროსო. ხოდა იმიტომ მოვედით რომ გვეთქვა მიცვალებულს სამი დარაჯობდით უფროსო. საქმენი ვიყარი. დიახ, სამი დარაჯობდით უფროსო. მარტო მე ხო არ ვიყავი. აი ესენი ციკიყვნენ. ჟონა და კიდევ ბუდუსი. გუშაგი ბუდუსი. რატომ ამის თავმა არ მომახსენა? მაშ უფროსო. ჩვენც მაგას არ ვამბობთ, როცა დიდ უფროსებს არ ცალიათ. ათისთავები მოდიან ხოლმე, მაგრამ რატომღაც არ წამოვიდა. წავალთ, დაუძახეთ. გასაჭირო. რა კი მოხდით თქვენ თვითონ? ჩვენი წელია რაც დაცვაში ვსახურობ. მედალიც მივიღე. კაპიტანს მომიხსენიეს. ყველა ბრძანებას ვასრულებ. ჩემი უფროსები სულ იმას ამბობენ, ჟონას იმედი გვაქვს. მიცვალებულ სამი დარაჯა. მარა თქვენ ეს იგეშინია. დიახ, უფროსო. წესი ათისთავური გამოსულიყო, მაგრამ ისე მე წარმადგინეს ათისთავობას. ჯერ არა, ივლისში დამამტკიცე. იტყვით თუ არა ბოლოს და ბოლოს. თუ რამე მოხდა სამივე აგეთ მასო. ჩემთვის სულ ერთია მე მომახსენე. უფროსო, გვამი რა? იმას მოგახსენებდით. დიახ, სამი დარაჯობდით. მოგეხსენებათ უფროსო. ისეთი დროა დაღილობისგან თითქოს თვალებში ტყვია ჩაგასხესო. კეფაც გიმძიმდებ. ხედავთ რა კარგი დრო შეარჩიეს უფროსო. ყველანი იქ ვიყავით. ლაპარაკობდით, ფეხებს ვაბაკუნებდით. არ გძინებია უფროსო. შემიძლია დავიფიცო რომ არ გძინებია, თუმცა რა დაგვაძინებდა გარეთ ისეთ ციოდა. შემდეგ მიცვალებულისკენ გავიხედე. იქვე ორნაბიძე იგდო, მაგრამ ისე ყოველ შემთხვევისთვის. რა ვქნა უფროსო, ასეთი ვარ. ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებ. ამიტომ დიახ, სწორედ პირველმა მე აღმოვაჩინა. მე ავტეხე განგაში. განგაში? რა? გვამს ვიღაცამ მიწა მიაყარა უფროსო. რა? არა, ბევრი არა. ამ რას მოასწრებდა, ჩვენ იქ არ ვიყავით, სულ ცოტა ერთი პეშვი მიწა, მაგრამ იმდენი რომ ნადირმა აღარ დაგეჭოს უფროსო. რა იქნებ ნადირი? თავიდან ჩვენს ნადირი გოგონა უფროსო, მაგრამ აი მიწა ისე ქონდა მიყრილი როგორც კაცის წესია. რა კარგად იცოდა თავისი საქმე. ვინ გავედი? ჩემს ბრძანებას ვინ გადავუდა? ყვალს მიაგენით? არა უფროსო. მხოლოდ ერთი პატარა ნატერფალი იყო. თითქოს ისეთი ჩიტს გაუვლია. დიახ, მე ვეძებეთ და ნიჩაბი. ნიჩაბი? დიახ უფროსო. აი ამ დურან. იქვე ახლოს ნიჩაბი იპოვა. დიახ, ბავშვის ძველი დაჭანგებული პატარა ნიჩაბი. მიფიქრეთ, ბავშვი ხომ არ იყო, აი, წამოვიღეთ. აი უფროსო, ათისთავმა საბუთად გამოგვადგება. ბავშვი? ერი დავამარცხეთ. მაგრამ როგორც ჩანს, ფარულად მაინც განაგრძობდა ბრძოლას. ბავშვი? ალბათ იფიქრეს. ბავშვის ხელით გაკეთებული საქმე უფრო გულისამაჩუყებელი იქნება. ვაი თუ მართლა გააბეკოს ვინმე მაწვი. კვირავა ფრაზებით თავბრუ დაახვიეს და დაიყონეს. უკეთეს რას მოიფიქრებდნენ? პატარა ფერმკრთალი ბიჭი, რომელიც ზიზღით შეაკურთხებს მისკენ მიშორილი ჩვენს თოფებს. უმანკო ბავშვის სისხლში ამოუსვენ. როგორ გაიხარებენ ჩემი მტრები? უფროსო. აბა. თანამზრახველებიც ეყოლებოდა. იქნებ ჩემი გუშაგებიდან მოისმინეს. შენ. ყველაფერი გავაკეთეთ უფროსო, რაც ჩვენზე იყო. ყველაფერი გავაკეთეთ მართალია ეს. თუ რა ცოტა ხეთ ჩამოწდა, ფეხების კი
იონა, მაგრამ მე უბრალოდ ეს უფერზე ვიდექი. მათის თავის დამემოწმება უბრალოდ. ვისე ლაპარაკეთ მოხდარი ამის შესახებ. ვაიმე! კარგად მომისმინეთ. თქვენს მორიგეობას ვაგრძელებთ. შემდეგი უკან გააბრუნოთ. ბრძანებ, ცხედართან მხოლოდ თქვენი დარაჯეთ. არც ერთი სიტყვა მომხდარ ამბავზე. ბრალად გედება დაუდევრობა და სათანადოდად დაისჯება. მაგრამ თუ რამე წამოგწდა, თუ ქალაქში ხმა გავარდა რომ პოლინიკეს გვამის დასაფლავებას სადის, სიკვდილი არ აქვს. მე არაფერს უაში ვარ უბრალოდ ვიცავ. მე ხომ აქ იქნებ ბატისტავა იქ წამოროჩა შემსრულებთან აი ამათმა რომელიმე წადით ახლა. თუ საიდუმლო არ გახმაურდა, სიცოცხლეში გინარჩუნებს. ბავშვი 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 მომხედავთ სამბარა ბოლომდე დაიჭირა მოვლენები ახლა თავისთავად დაიჭერენ თავიანთ ადგილს ამიტომაა ტრაგედია ხელსაყრელი სულ უმნიშვნელობიც კი და მექანიზმი ამოძრავდება სიკვდილი ღალატი სასოწარკვეთა ყველაფერი აქაა თავმოყრილი და ჩახმახზე შემდგა აქვე ქარიშხალიც ჯეკაკუხილიც მდუმარებაც ყველა სახის მდუმარება დასასრულისა როცა ჯალათის ხელი აღიმართება მდუმარება დასაწყისისა როცა ბნები დაღწდებული წილი პირველად აღმოჩნდება ერთმანეთის წინ შიშველი ბნელოთახში და განძლევასაც ვერ ბედავს წუთიერი მდუმარება ვიდრე გამარჯვებული სადიდებლად ხალხი იკუხებს სწორედ იმგვარად როგორც კინოსურათებში კარგი რამ არის ტრაგედია საიმედო გამამშვიდებელი შეგიძლია მშვიდად უცხიო ერთი ყველაფერი თავიდანვე გარკვეულია რა ვუყოთ რომ ერთი კლავს მეორე ხდება ეს როლების განაწილებაზეა დამოკიდებული და კიდე და ამშვიდებს მაურებს რა გამაწინას არის რა ვიტარი იმედი უპატრუკი იმედიც კი არ აქვს რა შეგვიძლია იმიტომ რომ ის იმედია ამიტომაც არის კეთილ შოგილებას მოკლებდი ტრაგედიაში კი ბრძოლა ამაოა მაშასათა მე ყოველგვარი ცდაც ამაოთა ამაოება ფოკუსები არ იყოს მეტი მაგრა დააჭირეთ ამ ხახბას შეიძლება არ მაინტერესებს როგორ იმართებს თავს უბრალოდ ჩვენ ყველაფერს კანონის მიხედვით ვაკეთებთ შეიძლება არ მაინტერესებს რა სიტყვი ამათ ვიზას არ უნდა კითხო ყველა ფთიანი ანგელოზია ამისით ნუ კიდე ჭუჭყიან ხელებს რა ცოტა ზრდილობიანად მოიქეცით ქალიშვილო მე ხომ ხედავთ როგორ თავაზიანად გაფკრობი ნუ გეშინიათ არ გავიქცევი მე მეფის შვილი ვარ როგორ არა კი დაგეჯერეთ საღამოს შემოვლის დროს საფმებს რომ გადავაწდებით ხოლმე ისინი ცუდად ასაგვეუბნებიან პოლიციის უბრალოდ მეგობრები ვართ კასპარდენა გამიშვით ხელი სიკვდილი მიჯობს ხელი ჭუჭყიანი ხელების შეხება ვინცას რომ პოტრიდი და გვამსახები მაშინ არ ქონდა ჭუჭყიანი ხელები ხო ნისამი რომ დაგაფრით ეგარდე მიწის ხას რომ ხილებით მიხავით ომრო მე და როგორი გაწრებოდა ეს კომპიო ესა მეგონებოდა დაფთარია ხელი რომ მოვკიდე კი რაღაც თვალებია მომხარა დანაც მიყვიროდა ზამამთავრებინეთო აბა ეხლა სიტუაცია ხელს გამიშვი ჰეი ოდოს რა იქნებოდა ერთი კარგი ემრიელი ქეიფი რომ მოგვეწყო აი ამ კახბას დაჭერის ქეიფი არა იქნებოდა
Tortustan karga dazviteidabit, karshtavi khvidua. Teleskrila tavisupari var, solemsa saviqvan da. Kargi ra. Solemtan ertat khovisiro khataba. Ratom da es bavshi gadaaqeneo esao isao. Bodus. Ცოტა ხნის წინ ვიფიქრებდი რომ ქაინის გუნებაზე ვიქნებოდი. ბიჭო, ვინ იცის? იქნებ დაგოჭილდო უკიდეც, რატომაც არის? ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მოიცა. ის მიკითხო გახსოვთ. რომელი? აი მესამე ასეულიდან. არა. ამას წინ ერთი კაცი ცეცხლომაჩი. და სწორედ იმ მიჭმა დააკავა. მერე. ერთი თვის შემაგირით დააჩინდოე. კარტია მომიდა. Somebody to the police can control themselves. უბრალოდ აი გოგს პატივი მოგახსენეთ უბრალოდ რა არის ეს? ახლავე გაათავს? ხედავს მინდა რა შემცველები მოვიდნენ უბრალოდ იბრძანეთ რომ შემცველები უკან გაგებრუნებინა და არაფერი გეტყვით არც არაფერი გითხოვს უბრალოდ რა კი ეს კომპიო დავიკირეთ მაშინე თქვენთან წავ სადა გაგავს გვამთან უბრალოდ რა გინდოდა შენი ძმის ხედავ? ხომ იცი რომ აღგრძალე მასთან მიახლოვე? რა გინდოდა ხედავ? რა გინდოდა? მოიგე. ჩვენ წორდა გვაინტერესებს უბრალოდ ორივე ხელით პოტნი და მიწას. მეორე თუნდო და მიხდა. ეს მის დრას ნამდვილ. დიახ უბრალოდ აი ბიჭების დამოწმებია. მე სანამ უკან დავუდებოდი, ამათ უკვე გვამით გასუფთავებული ქონათ მიწისგან. ჩვენ უბრალოდ ოდნავ მაგლა ვიტანეთ და გარის ოპირდაპირე მიმართულებით დავაგდეთ. ვიფიქრეთ ვინ გამედავ სამშუა დღისას მისვლას ხო, მაგრამ კაცს არ იცის რა ხდება. ხოდა იმას მოგახსენებდით. ეს აგვისტოს სიცხემ ყველაფერი გადაგუდა. ეს გვამი ხომ ყარს და ყარს. არიც რომ ჩვენს ჯიბრზე ჩადგა რომ გვამის სუნი ცოტა შორს წაეღო. მე კი მდგევარ დავაწყეთ თვალებს რაც ძალი გაგონე მაქვს. დააჭიდე რა მნიშვნელობა აქვს. ისეც ხალოდა ზეის იაჭერდა თითქოს თავში ვიღაცამ კომპანიით რუსა. რა უნდა გვიქნა? ხოდა ავდექით და წამოვედით. სიგარეტის მოწევა გვინდოდა უფროსო. ის იყო უნდა მომეკიდებინა. მოუტრიალდი და რას ხედავ? აი ეს კახბა არ დამდგარა და მიწას თითებით აფხრის. ზისი. რა ეგონა რა? ბრმები ხომ არ ვიყავით რომ ვერ დაგვენახა. ხოდა ის იყო უფროსო. უნდა უწოდე. თქვენ გონიათ გაიქცა? თქვენც არ მომიგდეთ. დააგრძელა. ხრის და ხრის. მივარდი უფროსო. ვეცი ეს კიდევ ალქაჯივით მწვდა და თანას მეუბნება. დავმაცადეთ. კიდევ ვიმაკრევინეთ მიწაო ეს კახო. მართალი არასაც ამბობს. დიახ. აი უფროსო, ხომ გეუბნებით? მერე ჩვენ ისევ გავწმინდეთ გვამი, მიწა მოვაცადეთ. ხო, ასე იყო რა ბრძანები. შემდეგ სვლას დაველოდეთ. კლინტი არ დაგვიზავს, პირდაპირ მოგდით და იან კახის დავე. უფროსო. წუხებ. ამითაც შენი ყავე? დიახ. მე ვთქვიდი. აი უფროსო, ხომ გეუბნებით? ისე თხრიდა გეგონებოდათ ნადირის ლეკვიაო. მერე გვეგონა იქნებ ნადირი არის თუ არა, ნადირი არ იქნება თუ მე მეუბნები. აი ეს კახბა იქნება თუ უფროსო, ზუსტად ასე. უთხრა.
საკმარისი. არის. თუ საჭირო გახდა ყველაფერს წერილობით მომახსენეთ. ახლა კი დავტოვეთ. გვერდით ოთახში გადით. და ჩემს მოსვლამდე არ საწაფოთ. წადით. უფროსო. თავიდან ხوار გავკოჭო. ვაი. შენს განზრახვაზე. ვინმესთან ხომ აგისევ? არა. გზაზე ხომ არავის შეხვედრა? არავის. კარგად მომისმენ. ახლა ვედაბრუნდი შენს ოთახში. რაც აქ და თქვი რომ ავათხე, რომ გუშინდელ საკეთს გარეთ ხეხი არ გაგიდებს. რაც იგი მისმენ. მაგაც სამეოს მინახე. რასაჭიროა? თან ხომ იცით რომ ყველაფერს თავიდან დავიწყო. რატომ შეეცადა შენი ძმის დამარხოს? ვალდებული ვიყავი. მე რომ ავკრძალე, მაინც ვალდებული ვიყავი. მას უფლება აქვს დაისვენოს. შენ ხომ იცოდი რომ ის მოღალატე და მე ამბობ? ის ძმა ჩემი. ხო? იქნებ არ მოგისმენია ყველგან ჩემს ბრძანებას რომ აცხადებ? მოგისმენია. იცოდი? რა ბედიელოდა იმას, ვინც გაბედავდა პოლინიკეს გვამის დასაფლავებას? ვიცოდი. იქნები ფიქრე. რა კი ჩემი დისშვილი ხარ, ამიტომ უფლება გაქვს კანონს არ დაემორჩილო. არა, ეგ არ მიფიქრება. ამ კანონს უპირველეს ყოვლისა შენ უნდა დამორჩილებოდი ანტიგონე. მეფის დისშვილი პირველი უნდა ასრულებდეს ყველა კანონს. სახურიც რომ ყოფილიყავი და ჭურჭლის რეცხვის დროს წაეკითხათ ეს ბრძანება. გაქონილხილებს არც კი შევიმშრალებდი, ისე გავიქცეოდი ჩემი ძმის დასამარხად. სრულ სახური რომ ყოფილიყავი, დარწმუნებული იქნებოდი რომ ამისთვის სიკვდილით დაგჭირდა. დაჯდებოდი. 4 კედელშუა ჩაკეტილი გამოვიდირებდი შენს. მაგრამ ვიფიქრე, კრეონტის დისშვილი ვარ. მისი ვაჟის საცოლე და რაც არ უნდა მოხდეს, მეფე ვერ გაბედავს სიკვდილით დამსაჯოსო. ასე არ არის? ხდებით, პირიქით, ვიცოდი რომ უეჭველად სიკვდილს მომირჭინ.
ახლა როცა შენს თვალებში მედიტურობა ამოვეკითხე მჯერაში, რა თქმა უნდა იცოდი, რომ სიკვდილი არ აღწევოდა და მაინც ასეთი გზა ერჩია შენი სიცოცხლის ბუნებრივ დასასრულად. საკმარისია, გათავდა მორჩა ძველი დრო მოკვდათებაში. მე რემონტი მქვია, მიწაზე ორივე ფეხი მაგრად მიდრეს. და რა კი მეფე, გადაწყვიტე მიმსახურო მხოლოდ ერთ საქმეს. ჩვენს ქვეყანაში გუნიგუნი წესრიგის დამყარებას. ეს ავანტიურა არ არის. ეს ყოველდღიური სამუშაოა. რა თქმა უნდა, ხშირად არასასიამოვნოა. ისევე როგორც სხვა სამუშაო, მაგრამ რადგან ვიცი, უნდა შევასრულო იმედს. მეფეს პირადი პათეტიკისთვის არც არიან შემოგროვებული. ახლა კი კარგად მომისმენ. შენ ხო ჯერ როცა წეს. სიკვდილით როგორ დაგსაჯა. საკეში მაინც არ ჩაგიხედავ შეგებულაში. ძალზე გამხდარი და პაწაწინა. ჯობია ცოტა მოსუქდე და ჰემოს გუთხუზა ბიჭი გავუჩინე. თებეს ეგ უფრო გამოადგა. აბა შენი სიკვდილი ვისად ჭირდება. კარგი. ახლა მე დავბრუნდები შენს ოთახში. ხმას არ ამოიღებ და მოიქცევ ისე როგორც გიჩი. აბა, წადა. ნუ მიყურებ ასეთი თვალებით. შენი აზრით მე უხეში და უგულოა. თუმცა საძაგენი ხასიათი აქვს. მაგრამ მაინც უნდა ივიწყე. სწორედ მიგაჩვი პირველი თოჯი. და არც თუ ისე დიდი ხნის წინ. წადა. ანტიგონე, შენი ოთახი სხვა მხარესა? მან სად მიდიხარ? მე კარგად იცი, სადაც მივიდა. ეს რა თამაში? მე არ თამაშობ. ნუ თუ არ გესმის. თუ ამ სამი რეგვენის გარდა კიდევ ვინმე შეიტყო რაც შეიგაბუდა. იძულებული ვიქნები სიკვდილით დაგსაჯა. თუ გაჩვენდები და ხელს აიღებ სულელურ განზრახვას. შეძლებ შენს დახსნას. ხუთი წუთიც. და აღარაფერი შეიძლება. გესმის? უნდა წავიდე და დავასახელო. ამ კაცებს ჩემი ძმა ისევ ამაუღიათ მიწიდან. კიდევ აპირებ იმ სისულელის გამეორებას. პოლინიკეს ახალი მცველები ხავს უჩინე. კიდეც რომ მოახერხო დასაფლავება, ისევ ამოთხრიან და ღია ცეცხლში დააგდო. ხომ იცი რომ ისევ შეგიძლია. მაშინ რა ხდება? ფრჩხილების დასისხლიანება და ხელახალი დაპატიმრება? ვიცი. ფრჩხილებს დავიმტრო და ხელებს დავისისხლინე. ვერაფერს გავხდები, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ყველა მის უნდა აკეთოს, რაც შეუძლია. ნუ თუ მართლა გწევს დასაფლავების ეს შეუძლია. ჯერა რომ შენი ძმის სული მუდმივად იხეტიალებს თუ მის ცხენებს, ერთ მუჭა მიწას არ მიაყია და თან ლოცვების გაზუთხულ ფორმულებს არ წაიგუტყუდებენ. მოგისმენიათ ეს ხურუნთა ლოცვა გითხება. როგორ ხვალაპარაკ ლოცვის დროს სიტყვებს და როგორ ჰაიჰარა დაკითხებენ მიცვალებულს, რომ შუადღემ კიდევ ერთი მკვდრის დასაფლავება მოასწრო. დიახ, მინაქვს. რადგანა არასოდეს მოგსვლია აზრად, რომ იმ კუბოში შენი ახლობლი საყვარელი არსება რომ წოლილი ასეთი წესის აგებისას აღრივარდებოდა და უბრძანებდი ამ ღვთის მსახურებს ხმა ჩაუწყვიტეთ ან დასულაც გარეკეთ. მაგაზეც მიფიქრე. და მაინც არ ზოგავს სიცოცხლეს იმის გამო, რომ შენს ძმას ეს სასაცილო საშვი არ მიმართ. ავკრძალე მის ხედარზე ეს უაზრო ბოდვა, გათამაშება უაზრო პანტომიმისა, რომლის გამო შენ
პირველ შეგწხვებოდა და გეტკინებოდა. ესო. ვაზრო? დიახ. უაზრობა. მაშინ ვისთვის იქნებ სხვებისთვის ჩემს წინააღმდეგ გასამხედრებად. არა. არც სხვებისთვის, არც ჩემი ძმისთვის, მაშინ ვისთვის? არავისთვის, ჩემთვის. როგორ სიკვდილი მოგნატრებია? ნუ შეწყვეტებით ჩემი სიბრალე. აკეთეთ ის რაც ვალადმოწევთ. ოღონდ ნუ დააყოვნებთ ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნა. შენი გადარჩენა მინდა ანტიგონე. მოგგზავნებით. ყოვლის შემძლე, მაგრამ იცოდეთ. ჩემი გადარჩენა თქვენს ძალას ოდემატებ. ასე ვიქო? ვერც გადამარჩენთ. ვერც მაიცულებთ. ორა კერპი ხარ ანტიგონე. თქვენ მხოლოდ ჩემი მოკლა შეგიძლიათ. შენი წამება რომ გუბრძანო? რატომ? იქნებ იმიტომ რომ ამატიროთ. პატიება მათხოვნა. მე როგორც კი ტკივილი მიმყუჩება, ავდგე და იგივე დავიწყო. კარგად მომისმენთ. მე ცუდი როლი უპირატესობა შენს მხარეზეა. შენ გრძნობ ამას და ბოროტად იყენებ შექმნილ მდგომარეობას საძალე. მე რომ ჩვეულებრივი ტირანი ვიყო, კარგა ხნის წინ მობრძანებდი, ამოეგვიჯათ შენთვის ენა. გადაემტვრიათ ხელფეხი. მაგრამ შენ ხედავ, რომ ყოყმანობ და მცველების დაძახების ნაცვლად ნებას გაძლევ დაუსრულებლად ილაპარაკო. ამიტომ მასხრად მიგდებ. ძალას არ ზოგავ და თავს მესხმე. ბოლოს და ბოლოს. რის მიღწევაც დი. გამიშვით ხელი მეტკინა. არა. მე შენზე ძლიერი ვარ და ვიყენებ ჩემს უპირატესობას. იქნებ სწორედ ამით უნდა დამიწყო. შენთვის ხელები გადამეკრია. ალბათ სასაცილოდ გეჩვენება, რომ მეფე, რომელსაც შენ დასი, მასხრად იგდებ. ახლა ყველნაირად ცდილობს სიკვდილს გადაგარჩენოს. ისე მაგრად მიჭერთ ხელს, რომ მაჯამ შეგრძნების უნარი დაკარგა და აღარ მტკივა. ღმერთმა უწყის, რამდენი საქმე მელის დღეს და მაინც მინდა დრო დავკარგო შენს გადასარჩენად. გუში, აჩამყება ჩავახშე და გწამდეს, რომ დღესთვისაც საკმაოდ ბევრი საზრუნავი მოქვს, მაგრამ გასასწრაფოც არ უნდა იყოს. ყველა საქმეს გადავდე. ვერ დაუშვერებ, შენ, ჩემი დიშვილი, პოლიტიკური ამბების მსხვერპლი გახდი. მე დაცვირად მიხდი შენი სიცოცხლე. იცოდე, შენი პოლინიკე, აჩრდივი, რომელსაც შენ დასტირ, მცველებით გარშემორტყმული, გახსნილი გვამი, ეს ნებათახები, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკა. გულჩილობა ჩემთან შორსაა, მაგრამ ძალიან მიყვარს, როცა ჩემს ირგვლივ ყველაფერი სუფთა, კარგად გარეცხილი და დაწკრიალებული. როგორ ფიქრობ? რანამე ჩემსავით არ მისისმება ესე გახსნილი ლეში. საგამოს უცას ვისმე ამიქრეს. აკოთებული სუნი სასახლემდე წახწევს. გული მერე, მაგრამ ფანჯარას მაინც არ ხვდა. შემიძლია მხოლოდ ჩვენთან ვაღიარო, რომ ეს უღირსის აქციები სულებული და ჯოჯოხეთქვრად არა ადამიანი, მაგრამ საჭირო და აუცილებელი ჩვენი ხალხისთვის. მათ უნდა ისო თქვენ ესა. სასიძღარი. ხოლო სისუფთავეზე რომ ზრუნავდა შენს ძმას ათარჯერ დავამახვილებდი, მაგრამ იმიტომ რომ თბომ, რომელსაც მართავ, კარგად შეიგნოს კანონის ძალა, საჭიროა პოლინიკეს გვამი იხსნებოდეს და წამლავდეს ქალაქს. სასიძღარი. ეს ისები არა. სიკვდილამდე მინდა გაიგო ისთვისაც გვდები ანტიგონე. განაშენიც ერისთვის ირთავს.
იცი თუ არა რა საძებელ სახელს მიეწერება? შენი პატარა სისხლში ამოსული სახე. რა საქმე? შენი ძმების ეტეოკლესა და პოლინიკეს ფინძურ საქმეს. დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი იცი? სინამდვილეში კი არაფერი არ გასმის. თებეში მხოლოდ მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც ამ საქმის ჭეშმარიტი მხარე ეცნობა. ახლა კი ვფიქრობ, დადგა დრო შენ ციცები. ამდენიდან შენც მოიპოვე ამის უფლება. სახარბიელოს ვერაფერს. რა გახსოვს შენს ძმებს? ერთხელ კარის უკან დავუმალე. დილა იყო. ის იყო ლოგინი და წამოვიშალეთ, ისინი კი საიდანღაც ბრუნდებოდნენ. პოლინიკემ დამინახა. გაფიცრებული იყო, თვალები უწყინავდა. ვითხრა, შენ აქ ხარ და ქაღალდის დიდი ყვავილი მაჩვენა. შენ კი ეს ყვავილი შეინახე რა. და გუში იქ წასვლა. შენი უჯრა გამოახედა დიდხანს უყურებდა. რომ ძალა შეგმატებოდა. ხომ ასე? ვინ გითხრათ? საბრალო ანტიგონე. ქაღალდის ყვავილიანი პატარა ანტიგონე. იცი ვინ? შენ. ვიცი. ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ კაცს არაფერს მოწყვეტ. უგუნური, ლოთბაზარა, უსულგულო და უქნარა ბედოვანი, რომელსაც ხვებზე უკეთ ბარებში ფულის პლანვა შეეცდა. ერთხელ მე თვითონ გავხდი იმის მოწმე, რომ მამაშენმა უარი უთხრა დიდძალი თანხის გადახდაზე. თანხისა, რომელიც ბანკოში წააგო შენმა ძვირფასმა. და იცი რა ქნა პოლინიკე? ჯერ სულ გაფიქრდა. მერე მუშტები მოუყერა და დინებით აიღო მამაში. ყოველია. მაგრამ მოქნეული მუშტი სახეში მოხდა მამაშენს. რა საწოდავი იყო მაშინ? მამა თავის მაგიდასთან იჯდა. სახე ხელებში ჩაემალა. ზღვრიდან სისხლის დიოდა. პოლინიკე კი ოთახის კუთხეში სიგარეტს აბონებდა და დამცინავად იღიმებოდა. არ არის მართლა. გაიხსნა. მაშინ 12 წელს იქნებოდა. შემდეგ კარგ ხანს აღარ გინახავს პოლინიკე. ასე არის, ხო? ხო, მასე იყო. ამ ჩუბის შემდეგ მამაშენმა შვილის დასჯა არის. პოლინიკე არგოსელთა ჯარში ჩაეწერა და მამაშენის უბედურება სწორედ ამ დღიდან დაიწყო. თავს ესხმოდნენ მოხუც, რომელიც არც სიკვდილს აპირებდა და არც ტახტს უთმობდა შვილებს. ერთი შეთქმულება მეორეს წვდიდა. ჩვენს მიერ შეპყრობილი მკვლელები აღიარებდა. პოლინიკემ დაგვიქირავა. სხვათა შორის ისიც უნდა იცოდე, რომ ფულს მარტო პოლინიკე როდი იხდიდა. რადგან ასე ძალიან სურს ამ დრამაში მონაწილეობა. მინდა იცოდე ყველაფერი, რაც კულისებში ხდებოდა. რა კი ასე სურს სამზარეულოს ამბებში გარკვევა მომისმინა. გუში ეტეოკლეს დიდებული დაკრძალვა მოხდა. ახლა იგი თებეს გმირი და წმინდანი უამრავმა ხალხმა მოიყარა თავის დაკრძალვაზე. მეც წარმოვთქვი სიტყვა. საზეიმოდ მოკაზმულმა თებეს ყველა ქურუმმა პატივის სამების უკუდავობას. არც სამხედრო პატივი დაგვიყვია, ზალპიც მივეცით. უამისობა არ ივარგებდა. ეტეოკლე სათნოებისა და უბიწოების გოდოლი არაფრით არ ჯობდა პოლინიკეს. ეს სანიმუშო ვაჟიშვილიც რამდენჯერმე შეეცადა მამის მოკლას. ამ ლოიალურმა ყმაწვილმა სადა თებები ეყიდა მისთვის, მეც გადაუხდიდა. საოცარია რა? საკმაო საბუთები მაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ ეტეოკლე ისიც ცხედარიც ახლა დიდებულ მარმარილოს აკლდამაში განისვენებს. ისეთივე ღალატს ამზადებდა რისთვისაც დაისაჯა პოლინიკე, ვისი გვამიც ახლა მზეზე იხსნება. პოლინიკე მხოლოდ შემთხვევით დააწყო გეგმის განხორციელება. ისინი ბაზრის ბაცაცებივით ატყუებდნენ ერთმანეთს და ჩვენ ყველას ერთად. ბოლოს ანგარიში გაუსწორეს ერთმანეთს და ქურდ ბაცაცებივით გამოჩნდეს. მხოლოდ გარებოებამ მაიწუა ერთ-ერთი მათგანი გმირად გამომეცხადებოდა. დახოცილ შორის მოვაწებინე მათი გვამები. ძმები ერთმანეთს ჩახვეოდნენ.
ალბათ პირველად მთელ სიცოცხლეში. მათ ერთმანეთი აჩექეს. მე არ გოსხენოსნებმა გადათელეს მათი გვამები. ისე იყვნენ ათქვეფილნი, რომ შეუძლებელი იყო მათი ცნობა. გესმის ანტიგონე? ვუბრძანე, მოელოთ ერთ-ერთი მათგანისთვის, რომელიც უფრო ნაკლებად იყო დასახიჩრებული და დიდი პატივით დავაკრძალვი. შემდეგ ბრძანე, მეორე იყო დაეტოვებინათ, რათა ზეზეურად გახსნილიყო. მე თვითონაც არ ვიცი, რომელი დავიკრძალეთ ზარზეებით. ეტეოკლე თუ ხოლმე? ხო, ამათ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გეფიცე. რატომ მოგიყევით ყოველივე ეს? ვითომ სჯობდა ამ საშინელი ამბის გაუგებლად მომკვდარი. იქნებ სჯობდა. მე ხომ წამდა. ახო? რასაკვირველია? წავალ ჩემს ოთახში. მარტო რომ დარჩა. ამ დილას ვენახე ჰემო. და რაც შეიძლება მალე გახდეს ისიც. კეთილი. ანტიგონე. მთელი ცხოვრება წინ გავს. ყოველად დამაკარგინე ამდენი დრო ხუთ საუბრში. შენ ასდაუდებელი განცის ფლოველი. მესმის. ანტიგონე. სხვა ყველაფერი ნაკლებ მნიშვნელოვანია. შენ კი უარს ამბობდი ამ ბედნიერებას. მე მესმის. იცი? 20 წლის ასაკში მეც ასე მოიქცევი. სწორედ ამიტომ გისმენდი ტელეფონს. მეჩვენებოდა თითქოს წლების მიღმა. შესავით გამხდა. და ფერფრთალი ჭაბუკი. რემონტი მეკამათება. ჭაბუკი, რომელიც მხოლოდ თავგანწირვაზე ოცნებდა. გათხოვდი ანტიგონე. გათხოვდი და იყავი ბედნიერი. ცხოვრება ისეთი არაა შემოგვიყვანა. მოუსმენ იმას. მორცმე მომწ. როცა ეტეოკლეს საფლავზე კიდევ წარმოთქვა მორი სიტყვის. არ ვიქნები მორცმე. ჭეშმარიტება მხოლოდ ისაა, რაზედაც ხმამაღლა არ გაგვიყვება. ჩემდა მიზეზი დიდხანს გაგხვდება, მაგრამ ოდეს შენ თვითონ აღმოაჩენ და დარწმუნდები. ცხოვრება ბოლოს და ბოლოს ბედნიერება. ბედნიერება. ხო? რა საწოდავი სიტყვა, არა? როგორ იქნება შენ ბედნიერება? ნუ თუ ბედნიერ ქალად იქცევა პატარა ანტიგონე. მას უნდაბლობის ჩადენა მოუწევს ყოველდღე, რომ თავისი წილი ტაწაწინა ბედნიერება შეინარჩუნოს. ვისთან უნდა იცვლოს? ვის უნდა გაუღიმოს?
ვის უნდა მიყიდოს საკუთარი მე? ვის სიკვდილს უნდა შეხვდეს გულგრილად ზურგის შექცევით? ხომ არ გაგიზდი ანტიგონე? რაჩ? არა. არ გავჩვენებდი. მინდა გავიგო როგორი იქნება ჩემი ბედნიერი. მინდა ვიცოდე ახლა. დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ არჩევანი ახლა უნდა მოხდეს. თქვენ ამბობთ რომ ცხოვრება მშვენიერია. მინდა გავიგო რა მომენტს ამ ცხოვრებაში. გიყვარს მე? დიახ. მიყვარს ხელოვნება. კაცრი და ახალგაზრდა. მომთხოვნი, მაგრამ ერთგული ისეთივე როგორიც მე. მაგრამ თუ თქვენ უნდა დაგერგულოთ, თუ თქვენი ცხოვრებით იცხოვრებთ და დაკმაყოფილდება თქვენი ბედნიერებით, თუ არ გაფიქრდება, როცა მე ვფიქრდები, თუ არ შეშფოთდება, როცა გარეთ გასულს შემოგვიერთებთ, თუ არ შემიძლებთ და თავსეულად არ იგრძნობთ, როცა ვერ მიხვდება, რაზე ვიცი, თუ ჩემთან იგი ბატონყემურად გადაიქცევა, მე იგი აღარ მეყვარება. შენ თვითონაც არ გესმის, რას ლაპარაკობ. გაჩვენ. რატომ აჩვენე? იცი რომ მართალი. გონია ვერ ამოვიკითხე შენს თვალებში, შენს მზეებში. იცი რომ მართალი ვარ, მაგრამ ვერასოდეს შეძლებ ჩემი სიმართლე აღიარო, იმიტომ რომ აი ახლაც იმ ძაღლის მსგავსად ძვალი რომ ჩავდგუჯია თათებში. სათხე კბილებით დაიწყო საკუთარი ბედნიერება. როგორ მეცინება კრეო? მეცინება, იმიტომ რომ უეცრად წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდი 15 წლის. ალბათ ასეთივე უღორო და უირაჯო, მაგრამ სხვადობით საკუთარ სიდიადეში თავდაჯერებდი. ცხოვრებას არაფერი შეუცვლია. ხოლო თქვენი არის და სახელი ცოტაოდენი ნაოჭმელია. რაჩუნდები თუ არა? რატომ მაჩვენებ? იცი რომ მართალი ვარ. გონია ვერ ამოვიკითხე შენს თვალებში. იცი რომ მართალი ვარ, მაგრამ ვერასოდეს შეძლებ ჩემი სიმართლე აღიარო. იმიტომ რომ აი ახლაც იმ ძაღლის მსგავსად ძვალი რომ ჩაუბრუნჯია თათებში. სათხარ საკუთარი ბედნიერება დაიცვა. როგორ მეზიზღებთ თქვენ? მეზიზღებით თქვენი ცხოვრებით, თქვენი ბედნიერებით, რომელსაც ებღაუჭებით, როგორიც არ უნდა იყოს. თქვენ ძაღლებს გავხართ, ყველაფერს რომ ლოკავებ. მეზიზღება თქვენი წილი პაწაწინა წარმატებებით კი, რომელსაც მორჩილებით იმსახურებ. მე მინდა ყველაფერი ახლავე, დაუყოვნებლივ. მინდა ერთიანი სრულყოფილი ბედნიერება ან არაფერი. მე უნდა ვიცოდე, რომ ჩემი ცხოვრება იქნება ესეთი ლამაზი და სრულყოფილი, როგორც ბავშვობაში მოცნებობდი. თუ არა და სიკვდილი მიჯობს. გაჩვენდი ნეტავი დაგანახა როგორი მახინჯი ხარ, როცა ამ სიტყვებს გაქრივ. სწორია. მე უშნო და მახინჯი ვარ. საცოდაა. ბედნიერების საცოდაა მაძიებდა. მართლაც რომ მახინჯება. ნეტავი დაგანახა როგორი სიმახინჯე იმალება შენს თვალებში, შენს მზერაში. და კარგად twitch-ება კრეოთ სამზარეულოზე. მართლაც რომ ზარეულის თავი გაბია. სამება ხოლმე დადუმდი გესმის? შენ მიგვიძალებ მზარეულო. შენი აზრით უფლება გაქვს მიბრძოლო რამე. სასწავლებში უამრავი ხალხია, გაიგონებენ ანტიგონე. მშვენიერია. სწორედაც რომ უნდა გაიგონო. ხო ჩემო გაჩუნდები თუ არა? რაღაცას მზარეულო. უხმე შენს მცოველს. ანტიგონე, შენ რაღა გინდა? ნაპატია ანტიგონე. ხედა მოვედი. მოვიკრიბე ძალა და გამბედაობა. ზადავა შენთან ერთად წამოვიდე. ჩემთან ერთად? სად? თუ ანტიგონეს დასჯა საპირებთ. მეც დამსაჯეთ მასთან ერთად. ო, არა, ის მე ნახლა უკვე გვიანა. თავს ნუ დააჯერებთ ის, რომ ჩემთან ერთად სიკვდილი შეგვეძლოს. ძალზე ადვილი იქნებოდა ასეთი სიკვდილი. შენ თუ მოკვდები, თავს არ ვიცოცხლე. უშენო, ციცოცხლე არ შემიძლია. შენ უკვე აირჩიე სიცოცხლე ისმენე. მე კი სიკვდილი ვამჯობინე. წუხელ უნდა წამოსულიყავი ჩემთან ერთად. უკურით გაღამეში გეხოხავ, ჭილებით გეფხოჭნა მიწა, სანამ ქურდივით არ შეგიფრობდნე. ზადონი. ხვალ მეწავა. ხედავ კრეო. ესეც მზადაა. ვინ იცის კიდევ რამდენი აირჩევს ჩემს გზას, როცა ჩემს სიტყვებს გაიგონებენ. მაშინ რაღაცები. მოიკრიბე ცოტაოდენი ვაშკაცობა. მართალია ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ არ უშავს. რაღაც უცდი მზარეული. აღასრულე. წაიყვანე.
გიშდი? რას ჩადი კრეო? ეს სიკვდილი საჭიროა. თვითონ აირჩია სიკვდილის. არც ერთ ჩვენგანს არ შესწევს თავად. სიცოცხლეზე თანხმობა ატყნევებს. ახლა მეც მჯერე. ანტიგონეს სიკვდილისთვის იყო შექმნილი. იქნებ თვითონ არც კი იცოდა. პონინიკე მხოლოდ საბაბი გახდა. და თუ ამ საბაბზე უარს იტყობა, მაშინ სხვა შეეჭიდება. მისთვის მთავარი უარყოფა და სიკვდილი. ნებასმომისწერ კრეო. უნდა იცოცხლოს ანტიგონე. ის ხომ ბავშვია კრეო. ბავშვი. რა შემიძლია? სიცოცხლე მიუსაჯო? დაივიწყე იგი ჩემო პატარა. მე ყველაფერი ვიგონი მის გადასარჩენად. გეფიცები. ყველაფერი ვცადე. მას არ უყარხარ, თორემ შეეძლო სიცოცხლეზე დაფთახულებოდა. ყველას თავის სურელური საქციელი და სიკვდილი ამჯობი. შეხედე, უკვე მიღავთ. ნუ მისცემნებას, ნუ გაატანა. ნუ დამდგეს მის. ანტიგონემ უკვე აღიარა. ახლა მთელი მიწის რაც ჩაიდინა, სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავსაჯო. ხალხმა ყველაფერი იცის, არ შემიძლია. ხალხი მბრძანებელი შენ ახარ, მამა. ყოვლის შემძლე ვარ კანონის შექმნა. მე კი უძლური. ნუ თუ არ იცი რომ უიმისო, სიცოცხლე არ შემიძლია. თუ გონია რომ შემეგუებო თქვენებურ ცხოვრებას ვერ დავძებ მე უიმისო. უნდა შეეგუო ხომ. ადრე თუ გვიან ყველა ჩვენგანი იძულებულია დათმოს ბავშვობა და კაცობაში შეგდეს ხეხი. შენთვის დღეს გათენდა ასეთი დინი და უკანასკნელად გახარ ჩემს წინ. თვალცრემლიან წუხარებით სავს. როგორც კი ამ ზღურს გადააბიჯა, ყველაფერი დასრულდა. უკვე დასრულდა. ნუ გამკიცხა ხა. შენ მაინც ნუ გამკიცხა. თუ შენ ახარ ის მძლეთამძლე ღმერთი. ძლიერებისა და სიმამაცის განსახიერება მე რომ ხელში ამიტაცებდა რა დამეხსენი საშინელი ურჩხულებისა და მოჩვენებებისაგან. შენ ოთახში ლამპის ჩუქზე წიგნებს რომ იბურსლავდა, ნუ თუ შენ ახარ. დიახ, მეო. არა ვარ მართავს. შენ ის არ ახარ. შენ ისე მძლეთამძლე ხარ, გემუდარები მამაჩემი. მოიკეცი ისე რომ ძველებურად ახაცებული ვიყო შენით. მარტო ვარ და სამყარო კიდევ უფრო დაცარიელდება თუ შენი რწმენა აღარ მექნება. ყველა მარტო. სამყარო უკაცრიელი უდაბნო. ძალზე დიდხანს იყავ ჩემი თახტაცები. სწორედ ესაა კაცობაში ფეხი შექმნა. როცა ჩვენი ერთის პირისპირ უნდა შეხედო საკუთარი მამის ჭეშმარიტ სახელს. ნუ გამკიცხა, ხან? შენ მაინც ნუ გამკიცხა.
კიდევ რამდენი აირჩევს ჩემს გზას, როცა ჩემს სიტყვებს გაიგონებ. ასი ეთლოდები! აღარაფერი შემიძლია. ყველას სცინავს. გისმენ ბატონო. რა საქმე გვაქვს დღეს? 5 საათს. სხდომა ბატონო. ერთ რამეს გეტყვი. თუ კი საქმეა, ასე უხალ დაკრეფილი ხომ არ ვისხდებით. ამბობენ, ინზური საქმეა. ჩვენ თუ არ გავაკეთებთ, მაშინ ვინი თავის მის შესრულებას? არ ვიცი ბატონო. რა თქმა უნდა შენ არ იცი. ბედნიერი ხარ რომ არ იცი. ნეტა მეც არასდროს მცოდნოდა რა. დიახ ბატონო.
თუ კი სხდომა უნდა წავიდე. ახლა შენ მარტოდ მარტო ხარ. კრეუტ. დასრულდა. მართლაც რომ შვიდად იცხოვრებდნენ პატარა ანტიგონეს გარეშე. ყველაფერი დასრულდა. ყველა მოკვდა. ისიც ვისაც რაღაცის სწამდა. ისიც ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. ისიც ვისაც არაფრის სწამდა. შემთხვევით გაება ამ ამბავში და ბოლომდე ვერაფერი გაიგო. იცვალებული ყველა ერთნაირია. გაყინული, ხრწნადი, უსარგებლო. ისინი ვინც ცოცხლები დარჩნენ. თანდათანობით დაივიწყებენ მათ. დროთა განმავლობაში მათი სახელებიც კი აერევათ. დასრულდა ყველაფერი. ანტიგონემ სიმშვიდე ჰპოვა. განიკურნა იმ სცენისგან, რომლის აზრს ჩვენ ვერასდროს ჩავწვდით.